მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ, დღევანდელი ჩემი ვიდეო იქნება ძალიან საინტერესო. როგორი სახეა. მოკლედ, არ ვიცი როგორ დავიწყო და რითი დავიწყო, ამ ყველაფრის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ ჰაუსში უკვე ყველანაირ ზღვარს ცდებიან ჩემი და ნიკას წინააღმდეგ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი ჩანს და ყველაფერს უყურებთ და ჩანს ვინ არის მართალი და ვინ არა, მაგრამ უკვე მოსვენებას არ გვაძლევენ ხალხო, აი ახლა ოთახში ვართ შემოსულები, ანუ მოსვენებას არ გვაძლევენ გარეთ რომ გავდივართ, ანუ სუდად ვართ უკვე, აი ყველა ჩვენ გვაჭერს, ყველა ჩვენ გვემტერება, იმიტომ რომ ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარს, იმიტომ რომ კარგად ვართ, აი ეს არის იმის მიზეზი თუ რატომ გვაჭერენ ასე ძალიან. ეს დები, ორი მუზა, დები მუზები უკვე ჩემ ოჯახსაც შეეხნენ, ჩემ ღირსებასაც შეეხნენ, ჩემ თავმოყვარეობას, ჩემ ქალობას, ჩემ კაცს, ყველაფერს შეეხნენ საერთოდ, რაც კი გამაჩნია ცხოვრებაში და მე უბრალოდ ამდენ რაღაცას ვეღარ გავატარებ და იმაზე მეტი გავატარე, ვიდრე უნდა გამეტარებინა მე მარიამს დივას, ანუ ამდენს არ ვატარებ მე არასდროს. ეს გოგოები ჩემთან მუქარებითაც მოდიან რომ გამომიტანენ ჩემს პირად ცხოვრებას, რაშიც ვერ ვხედავ ვერაფერს გამოსატანს და რაც უნდათ გამომიტანონ, უკვე რამდენიმე კვირა მემუქრებიან ამ ყველაფრით, ასე რომ გადავწყვიტე, გამაკეთო ისლის გაკეთებაც არ მინდოდა, იმიტომ რომ არ ვარ ამათნაირი ბოროტი ადამიანი, მაგრამ უკვე ყელში ამომიყვანეს ეს ყველაფერი. დები მუზები არიან რუსეთში გაზრდილი გოგოები, ვინც რუსეთში მღეროდნენ, რუსულ ტრადიციებზე არიან გაზრდილები. იმასაც კი არ აღიარებენ, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ამ აზრის წინააღმდეგები არიან. ასევე, როდესაც ახალი მონაწილეები დაგვემატნენ, კითხა ერთ-ერთმა ახალმა მონაწილეებმა, შენო სათხარო გაზრდილიო და ეგო საიდუმლო არისო, მერეო გეტყვიოთ და გიმეგობრდებიო. ამ ყველაფერს არ აღიარებენ, არიან გოგოები, ვინც ესე ქართულ სამოსში და ვითომ ქართული კულტურის მოყვარული გოგოები, ამ ყველაფერს ხალხო აკეთებენ თქვენ დასანახად, ესენი არიან აფერისტები, ვინც არიან რუსეთში გაზრდილი და რუსული კულტურის მატარებელი გოგოები, ანუ მეც არ ვთქვი, მეთქი ახლა ესეთი გოგოები რატო არის, იმიტომ რომ განსხვავებულები არიან ხო აშკარად რა, ყველა ამჩნევს ამას და ეს იმიტომ ხდება, რომ იქ არიან დაბადებული, არ ვიცი, მაგრამ გაზრდილები რომ იქ არიან და ყველაფერი რომ იქიდან მოდის ამათი ფესვები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი უკვე ვიცით ყველა. ეს გოგოები არიან აფერისტები, ვინც აი ესე ჩვენს და თქვენს გატყუებდათ ამ ყველაფერს, რომ ძალიან ქართველი ტრადიციული ქალები არიან და იმასაც კი არ აღიარებენ ჩემო მეგობრებო, რომ საქართველოს 20% ოკუპირებული არის მათი საყვარელი რუსეთის მიერ. ეს გოგოები მღეროდნენ რუსეთში, მოღვაწეობდნენ რუსეთში და ჩამოვიდნენ საქართველოში ჩვენს და თქვენს მოსატყუებლად, რომ ვითომ არიან ქართველი პატიოსანი კულტურის მატარებელი ქართველი ქალბატონები. გაუმარჯოს ასეთ საქართველოს. აი ესეც თქვენი დები მუზები, ქართველი პატიოსანი ტრადიციული ქალბატონები. ხალხო ყველას გატყუებდათ ეს ადამიანები, გატყუებდნენ. მეც, თქვენს, მათ შორის ყველას აბსოლუტურად, ანუ ეს გოგოები არიან აფერისტები, ყველაფერზე წამსვლელები პროექტის მოგების გამო და ჩვენ ეს ყველაფერი დავინახეთ. ერთი კვირაა თუ მეტი გვამწარებენ, გვაშავებენ, მე და ნიკას ყველაფერს გვიკეთებენ, რომ მდგომარეობიდან გამოგვიყვანონ. ამ ადამიანებმა თავიანთი ნამდვილი სახე დამანახეს. ასე რომ რადგან აი ესე მეკცევიან, მემუქრებიან და აი ყველაფერს კადრულობენ უკვე და ნიკას დაუძახეს, რომ შენნაირი კაცების გამო კვდებიან ქალებიო, რადგან უბრალოდ ხუმრობით რაღაც დამახეთქა და ჩვენ ერთმანეთს ხან ვახეთქებთ და ხან ბალიშებს ვესვრით და ეს არის ჩვენში მოსული ხუმრობა, რადგან აი ესეთი რაღაცები უკვე იკადრეს, გადავწყვეტე, რომ აი ეს ვიდეო ჩამეწერა და გამეკეთებინა, იმიტომ რომ ადამიანებმა ამდენი რაღაცები არ უნდა იკადრონ და თავზე არ უნდა გადავიდნენ. ასე რომ აი ეს არის სიმართლე ჩემო მეგობრებო.